იწყება თბილისში ერთი რაღაც ძალიან მიმდებარე გაწყობილია რეგიონიდან და განსაკუთრებით ყველაზე ევროპული ქალაქიდან. ქუთაისში ორგანიზაცია AIP საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალურად 14 დეკემბერს გაიხსნა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, 1 ივლისს გაუქმდა. სწორედ ამიტომ ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა მარიკა ვაჭარაძემ გადაწყვიტა მას როგორც ერთ რიგით მოქალაქეს განეხორციელებინა ის საქმიანობა, რაც სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო. დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ფაქტობრივად საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უკვე სხვა პლატფორმიდან განაგრძობს მუშაობას და ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დატვირთული დღეები, რომლებიც სრულად მიეძღვნება საინფორმაციო კამპანიებს და დატვირთული იქნება საინფორმაციო შეხვედრებით მუნიციპალიტეტებში, სოფლებში. ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმერეთის რეგიონს არ ფარავს, ეს ორგანიზაცია ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ 1 ივლისს გაუქმდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არსებობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და რომელიც ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიც არის დეზინფორმაციული და სხვადასხვა ტიპის დაკავშირებული ნარატივების განეიტრალება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა რაღაცა ესეთი გარკვეული ვაკუუმი, რომ არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ამ ფუნქციებს შეითავსებდა, ძალიან სასიამოვნოა მის შესაბამისად, რომ დღეს სწორედ 14 დეკემბერს 2 წლის თავზე, მას შემდეგ რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, დაარსდა ისე ორგანიზაცია, მართალია არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა იგივე სახელწოდებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს ამ ფუნქციების შესრულებას და შეძლებს, რომ იმ მიზნებს და ამოცანებს მიაღწიოს, რასაც ნიშნავს ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის და ნატოს შესახებ მნიშვნელობის უფრო კარგად წარმოჩინება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების, ასეთი კერების გაჩენა საქართველოში, რადგანაც ეს უნდა გახდეს ცენტრი საქართველოს მომავალზე საუბრის. ეს დღევანდელი დღეც არის, მაგრამ უფრო მეტად მომავალია, იმიტომ რომ ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ყოფას ეხება. ის ეხება განათლებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, სოციალურ პოლიტიკას და ასე შემდეგ. ყველაფერს, რასაც ადამიანის ცხოვრებაზე ასახვა აქვს, ყველაფერს ეხება ევროპული ინტეგრაცია. მე ვისურვებდი, რომ ევროპული ინტეგრაცია ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ ნიშნულს და კიდევ უფრო გაძლიერდეს, უფრო აქტიური გახდეს და მან მიაღწიოს იმ დონეს, რომ თითოეული ადამიანი იგრძნობს, რამდენად კარგი არის, რამდენად სტაბილურია, ეკონომიკურად ძლიერია ევროპული საზოგადოება. არის ქართულ საზოგადოებაში AIP-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანელური დისკუსიების ფონზე წარიმართა. ყურადღება გამახვილდა ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი ასევე შეეხო ნეიტრალიტეტის საკითხს, თუ სად დგას ახლა საქართველო ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის კუთხით. ვცდილობ დაგანახოთ იმ ცვლილების მნიშვნელობა და მასშტაბი, რომელიც გამოიწვია 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. სამწუხაროა, რომ ესეთი დაჭირდა ამას, მაგრამ რეალურად ფაქტი დადგა. ამ ფაქტმა საქართველოსთვის გახსნა უნიკალური შესაძლებლობა. და ეს შესაძლებლობა პირველი, რასაც გადაითარგმნა, ეს იყო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება. მაგრამ ეს აუცილებლად გადაითარგმნებოდა ნატოს მიმართულებით პროგრესშიც. მე არ ვამტკიცებ, რომ ჩვენ ახლა წევრები ვიქნებოდით სხვანაირად რომ მოქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ რეალურად ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩენილიყო და სხვა ყველაფერი მოგვარებული ყოფილიყო ჩვენ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს გაფართოებას, საერთოდ ბოლო გაფართოებას ცალსახად რუსეთს უნდა უბადლოდნენ. და არა მარტო გაფართოებას, კიდე ვერც ერთმა გენერალურმა მდივანმა ნატოს იმდენი ვერ შესძინა, რამდენიც ვლადიმერ პუტინმა ვერასდროს. აი ეს შესაძლებლობის პანჯარა გაიხსნა 22 წელს. ეს შესაძლებლობის პანჯარა ერთ დღიან შედეგს ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგვიტანდა, მაგრამ ამ შესაძლებლობის პანჯარამ გახსნა ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ქართველი დიპლომატები წლების განმავლობაში შეიძლება ვლაპარაკობდით, 1000 მტკიცება გვიწევდა, რომ ეს ასეა, რომ ეს ასე ხდება, რეალურად ეს არის. ახლა ჩვენმა დასავლეთმა პარტნიორებმა დაიწყეს ამაზე თავად საუბარი ჩვენთან. და აი ამ მომენტში სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც ახლა არ წავალთ.
დეტალებში და ესე ეტაპობრივად როგორც ერთ ორგანიზაციაში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე მეორე ორგანიზაციაში გავაჩერეთ პროცესი. ნატოსგან განსხვავებით, რომელიც სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციაა და თითქოს არის ასეთი ცრუ ნარატივი, რომ რუსეთის მოქმედება არის პასუხი ნატოს გაფართოებაზე, როგორც საფრთხეზე. ევროკავშირი საერთოდ არ არის სამხედრო გაერთიანება, საერთოდ არ გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს, მაშინ რა არის ის, რაც რუსეთს აღიზიანებს და რუსეთს საფრთხეს უქმნის. ეს უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ცრუ ნარატივი და შესაბამისი რეფლექსია გავსვამოთ, ხო? რუსეთს აღიზიანებს და რუსეთისთვის საფრთხეს სინამდვილეში სამხედრო კომპონენტი კი არ არის დემოკრატია, როგორც ასეთი. განვითარებული დემოკრატია რუსეთის საზღვართან, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც საქართველოს წარმოადგენდა, გარკვეული პერიოდი რუსეთისთვის არის ეგზისტენციური საფრთხე, იმიტომ რომ 5 მილიონიან ქვეყანას შეუძლია წარმატებული დემოკრატია ააშენოს, მაშინ რატომ არ შეუძლია თქვათ ეს გააკეთოს სხვა სახელმწიფოებმაც რუსეთის გარშემო? ორგანიზაციის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო მედია და NGO სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაისვა კითხვები და ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა სწორად ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. ჩვენ გქონდა ურთიერთობა აღმოსავლეთთან, ჩვენ გქონდა ურთიერთობა დასავლეთთან, სამხრეთთან, ყველასთან, აბსოლუტურად ჩრდილოეთთან და ძალიან კარგად ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ რა გააკეთა ჩემი ქვეყნისათვის. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ევროპის გზა არ არის უბრალოდ სიტყვა ევროპის გზა. ეს არის ცივილიზაცია, რომელზედაც უარი შეუძლია თქვას მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დაბალი განვითარების ადამიანი. და ეს ოფისი ზუსტად და ეს პროექტები, ეს პროგრამები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვუსმენთ, სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი, რომ ადამიანებმა ისწავლონ როგორ იშრომონ, ხვალინდელი დღისათვის როგორ განვითარდნენ, როგორ მოკიდონ ხელი წიგნს და ისწავლოს თანამედროვე ეკონომიკა. ტილის სკოლები და სოფლები არ ჩანს თბილისიდან. ადამიანს ნატო ევროკავშირის მნიშვნელობაზე რო ელაპარაკები უნდა უთხარო, აი შენთან რო სკოლა დაიკეტა, აი ეს სკოლა არ დაიკეტებოდა, რომ ჩვენ ნატო ევროკავშირის აი ესე თქვა გზიდან არ გადაგვეხვია. არავითარი უცებ არ მოტრიალებული ვართ ამ გზიდან, მეგობრებო, ჩვენ. კიდევ ვამბობ, იყო ბევრი სიმპტომი, ბევრი ნიშანი იმისა, რომ არ გამოვიდოდა ეს საქმე ერთად, მაგრამ მოდით დღეს რაც აგვაქვს ასაკეთებელი, იმაზე ვილაპარაკოთ. ვიდრე კიდე ის მამაპაპისეულის სახლი, მე რო კერძო მესაკუთრე ვარ და მიწების მფლობელი ვარ, მე ვისაც მინდა ამ ჩემ მიწას იმას მიმყიდი, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რამდენი ადამიანი მოინდომებს ამ მიწის გაყიდვას, ეს კი არის სახელმწიფოს საქმე. და ეს კი არის სხვანაირად დასაფიქრებელი. ამიტომ აი დღევანდელი ამოცანა რაც არის, რომ აი ნეიტრალიტეტის თემა ეს ძალიან სახიფათო თემაა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ეხა 2-3 დღის მანძილზე. აი დავანებოთ ყველანაირ წარსულს თავი. ამიტომ დღევანდელი ჩვენ მარიკა თუნებას მომცემ აი ეს დავიგეგმოთ ამაზე, რომ ჩვენი სამუშაო დღეიდან უნდა იყოს ნეიტრალიტეტის თემა, თორე ისეთი შედეგი მოყვება ამას, რომ აი ამ წუთში თვითოული თქვენგანიც კი ვერ წარმოვიდგენს ამას. ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით ჩვენ და უკრაინელები. წელიწადში 2-ჯერ ქონდა კონსულტაციები ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. ერთხელ კიევში, ერთხელ თბილისში. და უცბად ეს პროცესი რადიკალურად გააჩერეს, არაბლოკური სტატუსი გამოაცხადეს და ქვეყანამ რეალურად აირჩია ნეიტრალიტეტი. ნეიტრალურ ქვეყანას დაესხა თავს რუსეთი, ისტორიაში შეცდომა აღმოაჩინა, ეს შეცდომა დაჯდა ყირიმის ფასი და ასევე კიდევ მეორე შეცდომა დაუშვიათ უკრაინელებს ისტორიაში და მეორე შეცდომა დონბასში ომის ფასი დაუჯდა ნეიტრალურ უკრაინას. ამის გარდა კიდე ერთი უახლესი ისტორიიდან მაგალითი გვაქვს, ძალიან ეფექტური, ეს არის მოლდოვა. მოლდოვამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა. მაგრამ დღეს მოლდოვას ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც საქართველოს. ერთადერთი განსხვავება მოლდოვის ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ აქვს აღიარებული რუსეთს, თორე ჯარი უყენია მოლდოვის ტერიტორიაზე მოლდოვის მებართვის გარეშე და ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იმ ტერიტორიებზე ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ქვეყანა ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენს დღესაც ვიქადაგებს იგივე ძალა, ვინც 20
10, 15 და 30 წლის წინ ქადაგებდა ამას. ამავე ძალის მხარდაჭერით მოხდა ამ ქვეყნებში ესა და შედეგად მიიღეს ეს შედეგი, რაც მიიღეს. ოკუპირებული ტერიტორიები, ანექსირებული ტერიტორიები უკრაინის შემთხვევაში და ასე შემდგომ. შესაბამისად ამ ადამიანებს ელემენტარულად სულელები ვგონია, რომ დღეს ჩვენ უნდა დავიჯეროთ თურმე ნეიტრალიტეტია ჩვენთვის. ანუ ჩვენ თავარი პრობლემები რაც წარმოგვექმნა ამ ქვეყანაში წარმოგვექმნა 1991-92 წლებში, ხო? 93 წელში ჩვენ ნატოში შევდიოდით, თუ რატო წაგვართვა ტერიტორიები რუსეთმა? საერთოდ არ ვიცოდით შეიძლება. ნატოს აბრევიატურას ვერ გაშიფრავდა ალბათ მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობა 92 წელს, ხო? ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარიკა ვაჭარაძის თქმით უმნიშვნელოვანესია, რომ ორგანიზაციის პრეზენტაცია სწორედ ქუთაისში შედგა და სწორედ ქუთაისიდან გაიშლება საინფორმაციო კამპანია, რაც სოფლებში შეხვედრებსაც გულისხმობს. უნდა გამოვიდეთ და ამ სიარულში ყველას მოგიაზრებთ თქვენს, რომ თქვენ იქნებით ჩვენთან ერთად, ჩვენს გვერდით და აი ამ ადამიანებთან ერთად. ჩვენ უნდა ვიყავით კარდაკარ